ჩვენ უნდა გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან რუბრიკაზე, ძალიან მნიშვნელოვანი თემით, გუგა სიხარულიძეა ჩვენთან და ვისაუბრებთ დემენციაზე და თანმხლებ მენტალურ პრობლემებზე, ხო? დემენცია მოგეხსენებათ, ეს არის პროგრესირებადი შეძენილი ფუნქციის დარღვევა, რომელიც იწვევს ცნობიერების ხარისხის ცვლილებასა და მაგრამ არა ცნობიერების დონის, ხო? ამ თვალსაზრისით არის ხშირად არის ხოლმე ეშლებათ, რომ ამ საკითხში იბნევიან, როდესაც განმარტებაზე მიდგება საქმე, ხო? რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დემენციამ მენტალური კუთხით? ეს არის მნიშვნელოვანი. მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. დღევანდელი თემა ძალიან აქტუალურია. თუმცა ეს როდესაც დემენციაზე ვინ გვახსენდება მთელ მსოფლიოს ახლა კი ვხვდებით. საკმაოდ მძიმეც, მაგრამ მას შემდეგ რაც მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზარდა და თანამედროვე მედიცინამ ეს უზრუნველყო, შესაბამისად ხვედრითი წილი დემენციების ზოგად პოპულაციაში მკვეთრად გაიზარდა, იმიტომ რომ ეს მაინც ასაკთან დაკავშირებული დაავადება და შესაბამისად ასაკოვანი ადამიანების პროცენტული შემადგენელი ზოგად პოპულაციაში რო იზრდება, დემენციის რაოდენობაც იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმიტომ რომ გარდა კონკრეტულად იმ ადამიანთა მიმართებაში, რომელსაც დემენცია ემართება, ეს არ ხდება მისი პრობლემა, ეს ხდება ხოლმე ხშირად, უფრო მეტად ოჯახის წევრებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულ მეორე ტრაუმატიზაციას იწვევს ოჯახის წევრებს. თქვენ ასაკი ახსენდა, რა ასაკიდან არის? ანუ არის კონკრეტულად განსაზღვრული მაგალითად, რა ის 60-ზევით? დიახ, დაახლოებით. და ქვემოთ არ შეიძლება ვთქვა, შეიძლება ნიშნები იყოს, მაგრამ ესე დემენცია არ არის დაავადება, დემენცია არის ფენომენი, მოვლენა, როდესაც ტვინის სხვადასხვა მიზეზით დაზიანების შედეგად ქვეითდება, შეუქცევადად ქვეითდება, ეს არის დროებით დაქვეითება, შეუქცევადად და პროგრესულად ქვეითდება ჩვენი კოგნიტიური შესაძლებლობები და მეხსიერების შესაძლებლობები. ეს არის ორი ყველაზე ძირითადი ასპექტი, რაც შეიძლება გამოვყოთ. და იმის დამიხვედით თუ რა მიზეზით, ანუ რა არის პათოგენეზი დემენციის გამომწვევი, შესაბამისად ის ასაკთან ან სხვა დაავადებებთან ან სხვადასხვა იმასთან მეტნაკლებად შეჭიდულია. მაგალითად, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობია ალცგეიმერის დაავადება, რომელიც დაახლოებით 60 წლის ასაკიდან უკვე გარკვეული რისკი არსებობს ამ დაავადების განვითარების, თუმცა რაც უფრო ასაკი მეტია, თქვათ პირობითად რაღაც პროცენტი თუ 60 წლის ასაკში, ის ბევრად უფრო მეტია 70 წლის ასაკში, 80 წლის ასაკში კიდევ უფრო მეტი და ასე შემდეგ. ამავე დროს შეიძლება არსებობდეს რამოდენიმე ერთდროული მიზეზი დემენციის განვითარების და ახლა რო ჩამოვთვლით დემენციებს, მაგრამ ტელემაყურებელს აუხსნათ, ეს ალცგეიმერი ეს არის ნაწილობრივ გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს წვნის უჯრედებში ამილოიდური სპეციალური ესეთი არასასურველი დამაზიანებელი ნივთიერების ჩალაგებას, რომელიც წვნის უჯრედების თანდათან გადაგვარებას და კვდომას იწვევს. შესაბამისად, წვნის უჯრედები რო კვდება, ტვინის საერთო ფუნქციონალი ირღვევა, თანდათან ქვეითდება ნელ-ნელა და ეს პროგრესული მიმდინარე რეგრესული პროცესები ნელ-ნელა იწვევს იმ გამოვლინებებს, რასაც ქვია მეხსიერების დაქვეითება, სააზროვნო ფუნქციების დაქვეითება, ემოციების და შემდგომ უკვე სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემები. მეორე ყველაზე ხშირად გავრცელებული დემენცია არის სიზარღვოვანი. იმიტომ რომ მოგხსენება, რომ სხვადასხვა მიზეზებით ჩვენი სიზარღვები დროთა განმავლობაში ზიანდება, თუ ადამიანს აქვს რაღაცა მეტაბოლური დარღვევები, როგორც არის მაგალითად დიაბეტი ან ფარისებრის რაღაცა ქრონიკული დაავადება ან ამ შემდეგ, ესენი იწვევენ ჩვენი სიზარღვების დროთა განმავლობაში დაზიანებას. და ეს სიზარღვები ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ თქვათ აი გულში ინფარქტი გვსმენია, ხო, მაგრამ ეს სიზარღვები ყველა ორგანოში მნიშვნელოვანია და მათ შორის თავის ტვინში და როდესაც სიზარღვები თავის ტვინში განიცდის პროგრესულ დაზიანებას, სისხლის მიწოდება, შესაბამისად ჯაგბადის ნაკლებობა, ქრონიკული ვითარდება თავის ტვინში, შეიძლება იქ მწვავე პროცესი ინსულტის სახით არ იყოს, მაგრამ ეს მცირე დეფიციტი
ჟანგბადის და სისხლომარაგების ნელა დაიწყოს ასევე უჯრედების კვებას, რომელსაც მოყავართ უკვე ამიტომაც ქვია პროგრესირებადი, ხო? პროგრესირებადი, იმიტომ რომ არ ჩერდა. ნუ კიდე არსებობს სხვადასხვა ფორმები ლევის სხეულაკების, ფრონტოტემპორალური დემენცია, ეს არის განსაკუთრებული განსხვავებული ფორმულები, რომლებიც ზოგჯერ უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება და გაცილებით უფრო ავთვისებიანი მიმდინარეობა და სწრაფი მიმდინარეობა ახასიათებთ, მაგრამ ეს უკვე ძალიან ღრმა ესეთი სამეცნიერო მასებია, რომელიც ინტელექტუალურისთვის ნაკლებად იქნება საინტერესო. ეხლა რო განვიხილოთ, ანუ დემენცია ჩვენ, ანუ მენტალური ჯანმრთელობის კონტექსტში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რატო არის კავშირში? და ბუნებრივად ტვინის დაზიანება, ტვინი არის ის ორგანო, რომელიც არა მარტო კონკრეტულ ფუნქციებთან, როგორც არის ფსიქიკის მეხსიერება, აზროვნება, ან ემოცია დაკავშირებული, არამედ აი ამ ტვინის ფუნქციონალობის დარღვევა ორგანულ დონეზე, ან უჯრედების დონეზე. ხშირად გამოვლინდება ხოლმე სხვადასხვა მენტალური დაავადებით ან სიმპტომებით, როგორც შეიძლება იყოს შფოთვა, პანიკა, დეპრესია და არა მარტო ეს, არამედ არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, კონკრეტულად დემენციის დროს უკვე ფსიქოზური რეგისტრის დარღვევები, როგორც არის თქვა ჰალუცინაციები, ესმენთ იქნება თუ ხედელობითი, ბოდითი აზრები ან პარანოია ეს ტერმინი ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ნაცნობია. და ეს სიმპტომები, როდესაც დემენციის დროს გამოვლინდება, იგივე დეპრესია, გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო რეზისტენტულია, ანუ ეს ნიშნავს, რომ კურნალობას უფრო ნაკლებად ექვემდებარება, წამლებზე ტვინი ვერ რეაგირებს სათანადოდ კარგად და ამიტომ ექიმისთვისაც რთულია ხოლმე ძალიან და სპეციფიურია და განსხვავებული მიდგომა ჭირდება დემენციის დროს ფსიქიკურ გამოვლინებებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს გავსი დაზიანება ტვინის არაქ და კურნალობ იდენტურ პრობლემას. და დაგვიანებულ ყურადღებას ვთქვა და დაგვიანებით, როდესაც მიდის სპეციალისტთან პაციენტი, ამ შემთხვევაში ამან შედეგად რა შეიძლება გამოიღოს? შესანიშნავი კითხვა, ეს არის უმნიშვნელოვანესი დემენციის დროს, ანუ რეალურად დემენცია არის ისეთი დაავადება, რომელიც როდესაც უკვე კლინიკურად გამოვლინდება, ანუ როდესაც ოჯახის წევრებისთვის, გარშემოყოფებისთვის უკვე ვამჩნევთ ასე ვთქვათ, რომ თვალშისაცემია რაღაცა გამოხატულებები იგივე მეხსიერების, როგორც წესი ეს დაავადება უკვე დაზიანების დონეზე, ანუ ჩვენი ორგანული დაზიანების დონეზე რომ შევხედოთ, საკმაოდ შორსასულია. ანუ დაზიანების ხარისხი ყოველთვის რამოდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებს მის კლინიკურ გამოვლინებას და როდესაც უკვე მეხსიერება არის მკვეთრად დაზიანებული, ჩავთვალოთ, რომ იქ უკვე ფაქტიურად თანამედროვე მედიკამენტებით კი პრაქტიკულად უშედეგოა და ну ხა ეს განუკურნებელი დაავადება გასაგებია, მაგრამ ну აი პროგრესის შეჩერებასაც კი პრაქტიკულად ვერ ახერხებენ. ამიტომ დღევანდელი მედიცინის გამოწვევა არის, რაც შეიძლება ადრეული დიაგნოსტიკა ამ დაავადების და უამრავი, თქვათ, სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს, არა მარტო ადრეული ეტაპზე გამოავლინონ დაავადება, არამედ წინასწარი რაღაცა მარკერები, ასე ვთქვათ, კვლევა არსებობდეს ლაბორატორიული, ვთქვათ, რომლებიც რისკებს შეაფასებენ და ამ რისკების შესაბამისად ჯერ არ არის, ვთქვათ, აი ახალგაზრდა ასაკში მაგალითად, აი სანამ 60 წლამდე მივალთ, რის მერეც უფრო დიდია შანსი, ხო, ამ დემენციის განვითარების, მანამდე როგორც არ უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავის ტვინი, შეიძლება არანაირი ნიშანი არ გამოვლინდეს. არც მაშინ თუ ეს გენეტიკური წინასწარ-განწყობაა. გენეტიკური წინასწარ-განწყობა ეს არ არის მყარი და ძალიან მაღალ პროცენტი. შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება არა, ხო? შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება არა და რომც იყოს მაღალი ალბათობა რა ასაკში და როდის დაიწყება ამის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ეს არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ოჯახის წევრი, ან ბაბუა, ბებია, დედა, მამა შეიძლება თუ ამ ვთქვათ დაავადებით ეს დაავადება ქონდა, ამ შემთხვევაში არის რისკი, რომ ეს მომავალ თაობებსაც გადაეცა. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ დაავადებაზე ვრცელდება. ნებისმიერ ეს მარტო მენტალურ პრობლემებს არ ეხება, ნებისმიერ დაავადება თუ ჩვენ
გვაქვს გენეტიკურად ვთქვათ, ჩვენი ოჯახის წევრს ვთქვათ, შობელს, ბებიას, ბაბუას აქვს, ბუნებრივია ნებისმიერი იმ დაავადების რისკი გარკვეული დონით არის მომატებული, თუ სხვადასხვა დაავადების მეტნაკლებად. უბრალოდ აქ წინასწარ დიაგნოსტიკაზე არის საუბარი ის, რომ როდესაც ანუ ამის დემენციის დიაგნოსტიკა ხდება ტესტებით, ანუ არსებობს სპეციფიკური ტესტები, რომელიც ამოწმებს ჩვენს ანუ მენტალურ უნარებს, იგივე მეხსიერებას, ვთქვათ, ორიენტაციის უნარს, რაღაცის დაგეგმვის უნარს და ეს არის ასე ვთქვათ, ესე კლინიკური სადიაგნოსტიკო ნიშნები, თუმცა მის დადასტურება მაინც უნდა მოხდეს, თუ ეს შესაძლებელია, ბუნებრივია, ანუ უკვე ვთქვათ რადიოლოგიური კვლევებით, როგორც არის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, სადაც ეს უჯრედების გადაგვარება იქნება ნანახმა. როდესაც იმას ნახულობ, იქ უკვე რაოდენობა დაზიანებული. უკვე დაზიანებულს ნახულობ. აი კუპირება რამდენად, არ ვიცი, რამდენად სწორად ვიყენებ ამ სიტყვას, ხო? რაღაცა შეჩერება გასაგებია, მაგრამ რაღაცა შენელება ვთქვათ, აი ამ პროგრესის, ხო? რამდენად არის შესაძლებელი? აი აქ არის მნიშვნელოვანი, ანუ მაშინ დღეს უფრო მიმდინარეობს ნადრევ დიაგნოსტიკაზე უფრო კვლევები, რომლებიც რაღაცა გარკვეული ტესტებით, ანტიგენებით, რაღაც სხვადასხვა მეთოდოლოგიით დაადგენს დაავადების საწყის სტადიებს, მაგრამ ვთქვათ 10-20 წლის წინ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა, რომ იმიტომ რომ ძალიან საწყის სტადიებზეც კი, როდესაც დემენცია იწყება და სანამ მეხსიერების, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი დაზიანება გამოვლინდება, არის ეს ვთქვათ მოსაზრება კი არა, ანუ ეს არის რეალობა, როდესაც ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემებით, პირობითად გუნებგანწყობის საშუალებებით. ეს არის დეპრესია და აი ის დეპრესიულობა, რომელიც იწყება სხვანაირი დეპრესია, გესმით, უფრო ეს თავიდანვე იწყება, ვთქვათ, თანმდევია თავიდანვე ეს დეპრესია თუ უკვე შემდეგ არა, უყურეთ, აი თავიდანვე შესაძლებელია, ანუ ეს არ არის აუცილებელი ასე იყოს, მაგრამ გარკვეულ ესე იგი რისკ ჯგუფის ასაკში პირობითად გამოვლენილი დეპრესია, რომელიც რაღაცნაირად თითქოს ცოტა განსხვავებულია, თითქოს უფრო ცოტა მძიმედ მიდის, აი რაღაცა სტანდარტული მკურნალობა ტარდება და ვატყობთ იმას, რომ ამ მკურნალობაზე ნაკლებად რეაგირებს, ასე ვთქვათ, დაავადება. ნუ ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს ეჭვმიტანილი იმაზე, რომ ხო არ არის ნეიროდეგენერაციული ან ტვინის დაზიანების პროცესები დაწყებული. და შესაბამისად უკვე როგორც კლინიკურ დონეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები და კიდევ უფრო სიღრმისეულად შემოაწოდოს მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია და ასე შემდეგ, არამედ თუ საჭიროა უნდა თქვათ ეს ასე ვთქვათ სხვა კვლევებიც დაიგეგმოს, იგივე როგორც არის MRI და ასე შემდეგ. ბატონ გუგა, მე მინდა გკითხოთ, ჩვენ ესეც რაც გაგვიგია წავკითხავს ფილმებში, რაც გვინახავს მათ შორის, ხო? ეს ძალიან გავრცელებული დაავადება. აი და თქვენ თავიდანვე თქვით, რომ ოჯახის წევრებისთვის შეიძლება იმ ადამიანისთვის თვითონ უფრო ნაკლებად უკვე როცა მძიმე ფორმაში გადადის ოჯახის წევრებისთვის და იმ ადამიანებისთვის ერთად ცხოვრობს, ბევრად მძიმე არის და მათაც ბევრი რამე უნდა იცოდნენ ალბათ იმისთვის, რომ შეძლონ მოვლა ესეთი ადამიანის, ხო? აი ჩვენ ქვეყანაში რა პრაქტიკაა ამის? აი მოვლის როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა ის სახლების მაგალითად, იმიტომ რომ უცხოეთში ვიცით, ხო ეს დაავადება რადგანაც პროგრესირებს, შესაბამისად, ანუ ყველა დამატებითი რისკ ფაქტორი ან გართულება და მეორადი სხვადასხვა გამოვლენების ალბათობაც იზრდება და არა მარტო ალბათობა იზრდება, არამედ სიმძიმეც იზრდება. და ჩვენ თუ საუბრობდი, რომ საწყის ეტაპზე პირობითად დეპრესიულობა, ან გუნებგანწყობის ცვალებადობა, რაღაც დონიდან რაც უფრო დემენცია, ასე ვთქვათ, შორს მიდის და მძიმდება დაავადება, ეს ყველა გამოვლენები კიდევ უფრო მძაფრდება, ან ემატება ახალ-ახალი სიმპტომები. ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში ის არის, რომ თვითონ დაავადება არღობს ადამიანში კრიტიკულობის აღქმას, ანუ რეალობის აღქმა გვეითდება, შესაბამისად, რადგანაც რეალობის აღქმა გვეითდება, მისი მხრიდან ამ დაავადების ამ სიმპტომის აღქმაც გვეითდება. გესმით? ან და კიდევ უფრო ნაკლები ალბათობა არსებობს და პრაქტიკულად ძალიან ცოტა ალბათობა არსებობს იმის, რომ თვითონ პაციენტმა მოახდინოს შეფასება, რომ მას რამე მენტალური პრობლემა აქვს და ამის გამო მოითხოვს მაგალითად დახმარება. და რაც უფრო პროგრესირებს, ეს კრიტიკულობა სულ უფრო და უფრო იყვება. ოჯახისთვის რა თქმა უნდა ეს ძალიან ძნელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე რთული გართულება გამოვლინდება ხოლმე, ეს არის ფსიქოზი, როდესაც რაღაცა
ელანდება, ასე ვთქვათ, გასაგებად, აღნიშნება ჰალუცინაციები ან პარანოიალური აზრები, ეჭვები, რომ მაგალითად ვიღაცა შემოდის ძალიან ხშირია ამ დროს ეს დანაკლისის მოდითი აზრები, რომ ვიღაცა შემოდის სახლში რაღაცა ნივთებს პარავს. დაშავების ამბავია, რა. შინაარსი არის ძალიან სპეციფიური დემენციისთვის, როდესაც ძირითადად აი რაღაცა ნივთები ეკარგებათ, ვიღაცა იპარავს, ან ოჯახის წევრი, ან მეზობელი, ან ნათესავი. ეს რომ ძიმეა მოსასმენი ოჯახის წევრებისთვისაც. მაგრამ ამას თავის სოციალური კონტექსტიც აქვს, ხომ მარტო ის ხო არა, ეს პარანოია, ანუ ეს არის რაღაცა ესეთი დაბრალება, ასე ვთქვათ, რაღაც. აი რას ურჩევდით ასე დროს ვთქვათ ოჯახის წევრებს. როგორია ყველაზე აპრობირებული პრაქტიკა ვთქვათ ესეთ ადამიანებთან ურთიერთობის. და კიდევ აქვე გკითხავთ, აი თქვენი აზრით, ეს თქვენი როგორც აი პროფესორის აზრით ამ მიმართულებით, უნდა იყოს თუ არა შესაბამისი დაწესებულება, სადაც აი რასაც თქვენ ამბობთ, დაბრალების ამბავიც ხო, შენთვისაც სხვა ადამიანთვისაც მძიმეა ამის ატანა, ხო? აი უნდა გაერიდო თუ პირიქით შენთან უნდა იყოს ესეთი ადამიანი ან ოჯახის წევრებთან, როგორ უფრო შეუწყობ ხელს? ну ხა ეს ზუსტი რჩევა რა ასეთ შემთხვევაში. ხო, რა თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ აქ კიდე სიმძიმეს დაავადების სიმძიმეს აქ ხა ბოლომდე კრიტიკულობა რა ირღვევა და სრულიად აღქვა და ხა ოჯახის წევრებსაც რო ვერცროს მაგ შემთხვევაში სხვანაირად შეიძლება უშუალოდ და გადაწყვეტილება მივიღოთ ვიდრე რაღაცა საწყის სტადიაზე ჩვენ გვაქვს ესეთი გამოცდილება რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართულ ადამიანს უწევს მაგალითად იგივე პრობლემის ადამიანებთან მუშაობა და ჩვენ ვიცით რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენთან ამოქალაქეები მიდიან და მსგავსი პრობლემებით ადამიანების ასე ვთქვათ დახმარებაში და მოვლაში იღებენ მონაწილეობას, ამიტომ ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა მსოფლიოსთვის, ბუნებრივია ასეთი სახლები ვთქვათ, სადაც გავსი ტიპის პაციენტები არიან, არის საქართველოს არის ძირითადად არის ასე ვთქვათ კერძო დაწესებულებები, სადაც საბადოების რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს და ისე მენტალური ჯანმრთელობის ნაწილს, ну აქ ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად პირველ რიგში თუ ოდნავ რამე შევამჩნიეთ თვითონ დემენციის დასაწყის ეპიზოდთან დაკავშირებით აუცილებელია ნევროლოგთან მიმართვა, იმიტომ რომ თვითონ დაავადება დემენცია არის ნევროლოგიური. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაცა გზამკვლევი ხშირად არის საჭირო. ეს არის ფსიქიკური პრობლემა, მაგრამ ფსიქიკური გართულებები პრაქტიკულად არის ძალიან დიდ პროცენტში, 90-95% შემთხვევაში და აქ უკვე მე ეს ხდება ფსიქიატრის კომპეტენცია. აი ესეც უნდა გამოვიჯნოთ ჩვენ. ამიტომ თუ არის რაღაცა ნიშანი, რომ ამიტომ ნევროლოგს უნდა მოხდეს მიმართვა, რომ ადრეული დიაგნოსტიკა გარკვეულწილად ზრდის შანსებს იმის, რომ მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად გარკვეული შეჩერება იქნებს მიღწეული. კი ბატონო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან ნაადრევი დიაგნოსტირება ხელს უწყობს თქვათ მორალურ შემზადებასაც, ხო? მე ახლა მახსენდება თუ არ ვცდები, შეიძლება თქვენს გახსოვთ ბრუს ვილის დაუდასტურდა, ხო? ეს დაავადება როგორც მახსოვს. ხო, და ჯო ბაიდენს უდასტურდება ეხა? ხო, კი, აი პროდიუსერმა მითხრა, რომ კი, ნამდვილად ასეა და ძალიან ადრევე მოხდა ამის დიაგნოსტირება და მთელი ოჯახი შეემზადა და ჩვენ ვაკვირდებოდით სოციალურ ქსელებით ამას, ხო? და YouTube-ზე ცალკე ჩენელი გავუკეთეს და ვაკვირდებოდით როგორ მიმდინარეობდა, როგორ პროგრესირებდა ეს დაავადება, ხო? და რა თქმა უნდა, ეს შემზადება ემოციურად არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, ოჯახისთვის, მისთვისაც, ამის გააზრება, რომ სანამ აზროვნებთ მანამდე და გინდათ ძალიან მნიშვნელოვანია. წინასწარ გადაწყვეტა. ზოგადად ყველგან ყველაფერში სწორი და კარგი ინფორმირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი რუბრიკაც ამას ემსახურება, რომ ჩვენს მაყურებელს, მოსახლეობას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ძირითადი ინფორმაცია მივაწოდოთ. აქაც ესეა, ანუ როდესაც ადამიანი არის სწორად ინფორმირებული, ნაკლებ სტრესულიც არის მისთვის ეს პრობლემა და რაღაცა ემოციური განცდებიდან გადადის უფრო მენეჯმენტზე, რომელიც პაციენტისთვისაც სიკეთოა და ოჯახის წევრებისთვისაც ბევრად უფრო ესეთ ანუ ადვილად მენეჯირებად პროცესს ხდის.
საქართველოზე რომ გადმოვიდეთ, ხო, ქეთამ უკვე ახსენა, რამდენად ხელსაყრელი პირობები შეიძლება შეუქმნას თვითონ თქვა ჯანდაცვის სისტემამაც ასეთ ადამიანებს და ზოგადად სოციუმმა, ხო? აი რა გამოწვევებია, რა გამოწვევების წინაშე დგებიან ასეთი ადამიანები და მათი ოჯახები. მათი ოჯახები პირველ რიგში, ხო? ხო, ანუ ესა ძირითადად, ანუ აქ სამედიცინო მკურნალობის საკითხი, რადგანაც ძირითადად გადართული არის, ანუ მეორადი არის ფსიქიკური გართულებების საკითხზე, ანუ აქ სპეციალისტების ჩართვა და შესაბამის პროგრამები, ანუ მენტალური ჯანმრთელობის კუთხით ეს არის მნიშვნელოვანი და დანარჩენი ეს არის დაავადების გაღრმავების შემთხვევაში, ეს არის უკვე მოვლის საკითხი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები კარგავენ ნელ-ნელა უნარს იმას, რომ ელემენტარული, თქვათ, აქტიობა გააკეთებიან. ხო, პატარა სულ თოთო ბავშვებზე მსგავსებიან. აი ემოციური ლაბილობა, ხო, ასაკთან ერთად ბავშვი ვითის გაუთავ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი, ემოციური ლაბილობა. ანუ ადვილად გუნებგანწყობის ცვალებადობა. აჰა. ეს არის ყველაზე ესეთი ადრეული სპეციფიური ნიშანი, თუმცა ის რო ადამიანი თქვა 55 წლის 60 წლის 65-იან 70 წლის ასაკში ემოცია შეეცვალა უფრო ლაბილური გახდა, ანუ უფრო ადვილად ხანდახან ბუნებრივიც არის. ხო, ხო. და კიდე ხასიათი რა იყო პრემორბიდულად, ანუ ადამიანი რამდენად ემოციური იყო და ლაბილური, ეს და გავითვალისწინოთ, მაგრამ როდესაც ანუ რაღაცა სპეციერი და რადიკალური ცვლილება არის სახეზე ამ შემთხვევაში კონტრასტი გამოხატულია, ხო, არ იყო ასე ემოციურად ლაბილური და უცბად ჩვენ ვატყობთ, რომ ასეთ რისკას აქში ასე ვთქვა ძალიან ემოციურად ლაბილური ხდება. ეს შეიძლება იყოს ნიშანი. დიახ, ეს შეიძლება იყოს რაღაც საგანგაშო ნიშანი იმის, რომ მივიტანოთ ეჭვი იმაზე, რომ რაღაცა ნეიროდეგენერაციული პრობლემა დაიწყო ან იწყება. მოკლედ არის მაინც რაღაცა პატარ-პატარა დეტალები, რომელსაც შეგვიძლია რომ მივაქციოთ ყურადღება, ამით ვთქვათ ვერ შევაჩერებთ რაღაცას, მაგრამ ნუ წინასწარ მომზადების შესაძლებლობა გვექნება, ნუ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით მედიცინა ჯერ სხვაგან არ არის წასული და აი ამაზე მუშაობენ. ნუ ბატონო გუგამაც აღნიშნა, ამით ყველაფერი ვითარდება და იმედია ამასაც ამ სფეროს ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ხო ძალიან დიდი გამოწვევაა ხო თანამედროვე მედიცინის წინაშე. ვაქცინაციაზეც კი მიდის მუშაობა, რომ პროვენცია მოხდეს დაავადებს.